ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სერბეთის პრეზიდენტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რასაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მედი წარმომადგენლებო, ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია დღეს მასპინძლობდეთ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ალექსანდრ ვუჩიჩს. დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ყავს გამორჩეული ლიდერი, რომელიც მტკიცედ ზრუნავს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაზე, გამტკიცებაზე და მაქსიმუმს აკეთებს სერბი ხალხის კეთილდღეობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის კიდევ ერთხელ გაიმერებ, რომ განსაკუთრებული პატივია მასპინძლობდეთ დღეს ბატონ ალექსანდრ ვუჩიჩს, სერბეთის პრეზიდენტს. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება შეფასდეს როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორხრივი ურთიერთობებისთვის. დარწმუნებულია, რომ ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესცემს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით. საქართველოსა და სერბეთს შორის ურთიერთობები ემყარება მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და ხალხთა შორისი კავშირების ხანგრძლივ ტრადიციებს. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული მემკვიდრეობა და საერთო ფასეულობები. და ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გაესვას ბატონი პრეზიდენტის განსაკუთრებულ ძალისხმევას იმისათვის, რომ სერბეთმა მტკიცედ იზრუნოს საკუთარი რელიგიური და ეთნიკური იდენტობის დაცვაზე, რაც არის განსაკუთრებულად დასაფასებელი, განსაკუთრებით თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში. რა თქმა უნდა, ეს ღირებულებითი კავშირი კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ორხრივ ურთიერთობებს და ქმნის ახალ იმპულსს. და ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხელისუფლებები ძალიან კარგად ასნობიერებენ სუვერენიტეტის დაცვის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ბატონი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ასევე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ბუნებრივია, რა თქმა უნდა, არის სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი. მე მოხარული ვარ, რომ დღეს მქონდა შეასრულება დეტალურად გვესაუბრა ორხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხებზე და განგვიხილა ჩვენი კავშირების თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. სასიხარულო, რომ ბოლო წლებში უმაღლესი დონის კონტაქტები უფრო ინტენსიური გახდა. უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სერბეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ. დარწმუნებულია, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელშეუწყო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გამტკიცებას. ჩვენ ასევე შეხვედრაზე ვისაუბრეთ საოჯრო ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზეც. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იქნეს ათვისებული. ამ თვალსაზრისით მისასალმებელია საქართველოს და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის მიმდინარე პროცესი. და უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს დიდი წარმატება ამ პროცესში, რამდენიმე საკითხია შესაძლებელი და მის შემდეგ ორივე მხარე მზად ვიქნებით უკვე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისთვის, რაც ორხრივად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის და ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. ეს შეთანხმება შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის, ხელშეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ჩვენს ქვეყნებს შორის, ინვესტიციების მოზიდვას ორივე მხარეს და ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას. ასევე ჩვენ საუბარი ქონდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე. საქართველოს, როგორც მოგეხსენებათ, არის შუა დერეფნის განაყოფელი ნაწილი და მზად ვართ, რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი. ჩვენ საუბრის დროს შევეხეთ ევროპული ინტეგრაციის საკითხებსაც. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია.
დარწმუნებული ვარ დღევანდელი ვიზიტი და გამართული შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანა საქართველოს სერბეთის ურთიერთობების წინსვლაში და შექმნის ახალ შეესაბამებებს ჩვენი ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ. მე კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადავხადო სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ალექსანდრ ვუჩიჩს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და არამხოლოდ საქართველოში ჩამობრძანებისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ლიდერობით სერბეთის რესპუბლიკა ავლენს ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველოს მიმართ. მადლობა მას ამისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ საქართველოში ჩამობრძანებისთვის და სერბ ხალხს მინდა უსურვო წინსვლა, წარმატება და ყოველივე საუკეთესო. უღრმესი მადლობა ბატონო პრეზიდენტო კიდევ ერთხელ. There's nothing that I can switch on. It's on. Okay. Dragi prijatelji, dragi Irakli, poštovani predsjedniče vlade Gruzije, veoma sam srećan što posle nešto više od 30 godina od uspostavljanja diplomatskih odnosa između Srbije i Gruzije sam prvi predsjednik koji je došao u Diplomatიური ურთიერთობების მიღმა ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ განსაკუთრებული ურთიერთობა. მე ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვედი თქვენს მშვენიერ ქვეყანაში და მადლობას გიხდით ესეთი თბილი მიღებისთვის. მადლობას გიხდით ასევე ურთიერთობისთვის. საქართველოს არა მარტო როგორც მეგობრულ ქვეყანას და ერთს ისე ვუყურებთ, არამედ ხანგრძლივი მართლმადიდებლური ტრადიციები გაგვაჩნია და ძალიან მიხარია რომ მაქვს საშუალება რომ პატრიარქთან ბატონშიო მესამესთან მქონდა ურთიერთობა ჩვენი ძმური ორთოდოქსალური ურთიერთობა განსაკუთრებულია ასევე მესმის რამდენად შოს მიმავალია თქვენი ხედვა საომავლოდ ჩვენ მეგობრები ვართ და ყოველთვის პატივს სცემთ ერთმანეთს ჩვენ გქონდა შეხვედრები სხვა ღონისძიებები სადაც ძალიან თბილად ურთიერთობთ ჩვენ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის იმ პოლიტიკისასაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყნებში გარკვეულწილად მიხარია სერბეთის შედეგები და ვამაყობ იმითაც რასაც თქვენ მიაღწიეთ 2012 წლიდან დღემდე საქართველომ საოცარი შედეგები იქონია ამას საუბრობ სერბეთის სახელით ქვეყანა აღიარებს თქვენს მიღწევებს ზოგი ამას აღიქობს როგორც თავისთავად ესე უნდა მომხდარიყო მაგრამ ჩვენ ესე არ ვფიქრობთ სერბეთში ყველა მიცის რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3 ჩვენ ვიცით რომ ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ გააჩნია და ჩვენც ვამაყობთ ამ თქვენი შედეგით როდესაც პირველი კვარტალი დაჯამდება ჩვენს ვნახავთ რა მაჩვენებლით გაიზარდა მაგრამ ჩვენ ვხედავთ საქართველოს ამ ხელარი წინსვლა და რა ტემპი აქვს საქართველოს განვითარებას დასავლეთში ვამბობთ რომ დასავლეთ ევროპაში ასეთი ტენდენცია რო არსებობდეს ასეთი ტემპი რო იყოს ეკონომიკური განვითარების საოცარი იქნებოდა მე ვამაყობ იმით რაც ხდება საქართველოში ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობ თქვენგან 12% იყო მშენებლობის დარგში ზრდის მაჩვენებელი საქართველოში ესეც განსაკუთრებული მაჩვენებელია ტურიზმშიც ძალიან მაღალი იყო ზრდის მაჩვენებელი ჩვენ ვხედავთ შეიძლება ვისწავლოთ თქვენგან რაზე უნდა ვიმუშაოთ სერბეთში უფრო მეტად რომ თქვენ მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ მადლობას უხდი საქართველოს დაცვის
მიმართულებით ამ ხელა მიღწევისთვის ეროვნული პოზიციის ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის დაცვის კუთხით ძალიან ბევრი ქვეყანა მსოფლიოში რომელიც ძალიან მჭიდროდ გაკვირდებათ, ძალიან ყურადღებით სწავლობს საქართველოში არსებულ მიდგომებს და ისინი ცდილობენ გაუმჯობესდნენ. პირველ კვარტალში 36.4% იყო ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებით ზრდა, სერვისები, ტურიზმი ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს წინსვლა, იმიტომ რომ პირდაპირ ფრენები არსებობს. და ეს მაჩვენებელი იზრდება ბუნებრივია სერბი ტურისტების საფუძველზე. მე ვისურვებდი, რომ ბევრი ქართველი ტურისტი ჩამოდიოდეს სერბეთში, თბილისში ჩამსვლა არის დიდი სიამოვნება და ველი რომ ქართველი ბიზნესმენები ჩამოვლენ სერბეთში და ნახავენ იმ შესაძლებლობებს, რაც არსებობს ქვეყანაში. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ მიმართულებად და ხედვაც ძალიან დიდი გვაქვს და მინდა ვთქვა, რომ მესამე თუ მეოთხე უმსხვილესი მიმართულება და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი საეჭვო შეთანხმება გავაფრთხილოთ. ეს განსაკუთრებული აქცენტია ჩვენს ურთიერთობებში. ამის საფუძველზე მოხდება დაჩქარება ურთიერთობების ზრდის. ეს ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად მუშაობთ და დაგვრჩა სულ მცირე რომ დავასრულოთ ამაზე მოლაპარაკებები და დავიწყოთ თხილშეკრულების გაფორმების შემდეგ აქტიური ვაჭრობა. ამ შეთანხმებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ისაა ის, რომ საქართველოს შემოდის კომერციული არხებით ძალიან ბევრი სერვისი. წარმოიდგინეთ, რამდენად გაიზრდება იმპორტი საქართველოსთან ამ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ჩვენი წვდომა იქნება შეუზღუდავი მომხმარებლების სერმეთში ძალიან დიდად ისარგებლებენ აი ასეთი მნიშვნელოვანი იმპორტით საქართველოსთან. და წარმოებლებისთვის, მომხმარებლებისთვის ეს ორმხრივად მნიშვნელოვანი იქნება. ძალიან მადლობელი ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იმ გადაწყვეტილებისთვის ვუხდი მადლობას, რომ ამდენი ათლეტი, ამდენი მუსიკოსი, ამდენი მეწარმე და პოლიტიკოსი ჩამოდის ჩვენთან და აპირებს ჩამოსვლას. ეს უცნაური ჩემპიონატია, არ არის მსოფლიო ჩემპიონატი, რაზეც ახლა მინდა ვისაუბრო, მაგრამ მაინც იმედი გვაქვს, რომ ბევრი ადამიანი ჩამოვა 2027 წელს ჩვენთან. საქართველოში მალე გაიხსნება სერბეთის საელჩო, ეს თქვენ ბრძანეთ მიესალმებით ამ ფაქტს და ძალიან მიხარია, რომ ძალიან მალე საელჩო გაიხსნება, მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, იმედია საქართველოს საელჩოს გასახსნელად სერბეთში და ამით მხარს დავუჭერთ ჩვენს ურთიერთობებს, მათ განვითარებას და ასეთი ინტეგრაცია, ასეთი მაღალი კალიბრის ინტეგრაცია იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ამით სერბეთის და საქართველოს ინტერესებს კიდევ უფრო მყარად დავუჭერთ მხარს და ძალიან კარგი იქნება ეს ორივე მხარისთვის. ძალიან ბევრი ურთიერთობა შეიძლება ვახსენოთ მაგალითებად, მაგრამ ემოციური ურთიერთობა ძალიან ძლიერია. ტურიზმის სფეროში იქნება, ხალხთა შორის ურთიერთობაში იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ჩემთვის საოცარი იყო აღმომეჩინა, რომ ღვინის მიმართულებით ტურიზმის გარდა თქვენ სათხილამურო ტურიზმიც გქონიათ. ეს ჩემთვის სიახლე იყო, ბევრმა იცის. და ევროპაში ალბათ ასეც არის, რომ მარტო არ ვარ, მაგრამ ეს თქვენი სათხილამურო ინფრასტრუქტურა ევროპის ინფრასტრუქტურის მსგავსია. ძალიან ბევრს უყვარს საქართველოს ჩამოსვლა, ყველას უყვარს საქართველოს მრავალი მიზეზის გამო. კიდევ ერთხელ მინდა საქართველოს უსურვო დიდი წარმატება მომავალში, ძალისხმევა ნამდვილად შესაშურია და ზემოდან ქვემოთ იქნება თუ ქვემოდან თქვენი
ძალისხმევა არის ნამდვილად დიდი და მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაგაჩნიათ და ეს მთლიანი შიდა პროდუქტის წილობრივად იქნება თუ ნებისმიერი სხვა მაჩვენებელი ძალიან საამაყოა. ვერ ვიტყვი რომ შურს, იმიტომ რომ სიტყვა არ მომწონს, მაგრამ ვისურვებდი რომ მსგავსი წარმატება ჩემს ყველა მიმართულებით ქონოდეს ჩემს ქვეყანას. ძალიან დიდი მადლობა ესეთი თბილი მიღებისთვის და იმედი მაქვს რომ თქვენს ჩვენთან სახლში გაგზნობინებთ თავს. როდესაც ჩამობრძანდებით. ძალიან დიდი მოგონებები მიყვება თბილისიდან, ძალიან დიდი მადლობა მეგობრობისთვის და ჩვენი ერების ასეთი ურთიერთობისთვის. მადლობა დიდი. თქვენ პირდაპირ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სერბეთის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადება მოისმინეთ, სადაც საუბარი სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს შეეხო.